მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიგეთ, ხა საერთო იქნება და საერთო ყოველთვის ყველას არ ემთხვევა, დააკვირდით ხოლმე იდენტიფიკაციას, როცა ვიძახი, თუ არ დაემთხვევა ეს გაშლა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ თქვენთვის სასურველი თემატიკა. რაც შეეხება ამ გაშლას, ეს გაშლა იქნება რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, უახლოესი, მოდი ჩავფიქროთ 3-10 დღის ვადებში, პლუს მინუს. ინფორმაცია ადამიანები ნახოთ რა. რამდენად თქვენია ეს გაშლა, რომ მიხვდეთ რა ენერგიებში ხართ ახლა, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში. კარტები გადაგვივარდა და იმდენი, რომ აღარ დავიწყებთ მაგეების მოყოლას რა მოხდა იმ კარტებში, რა ხდება ახლა თქვენ ცხოვრებაში, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა. ხუთი ახმარი ამოდის. ტურსთასი და ვარსკვლავი მე-17 მაღალი არკანი, ეს ტრიპლეტია, ესე იგი ძირითადად აქ არის ენერგეტიკა, რომ რაღაცა დაჩხუბარ სიტუაციაში ხართ, ეს შეიძლება იყოს უმეტესი ნაწილი თქვენი საყვარელ პიროვნებასთან, პარტნიორზეა საუბარი, ვისთანაც რაღაცა ვერ გაიყავით, ინტერესები ვერ შეათანხმეთ ერთმანეთის ნათქვამი ვერ გაიგეთ, არ მიიღეთ და ორივე იდექით ესე ვთქვათ თქვენ პოზიციაზე, სადაც ამ კარტით გეტყვით, რომ გამარჯვებული მხარე არ არის ამ ომში არასდროს და ორივე მხარე კი თქვა თავისი, მაგრამ ორივე მხარე არის რაღაცნაირად ესეთ რეჟიმში, რომ არასასიამოვნო ესეთი გემო გაქვთ, როგორც სიტყვიან დარჩენილი აი ამ ჩხუბის და ამ კონფლიქტის შედეგად. ტურსთასით გაქვთ უამრავი ემოცია ამ ადამიანთან, თასი, რომელიც გადმოდის და შეიძლება ტურბულენტურად ეს თასი როგორც უდიდესი სიყვარულიდან მეორე წუთას გადადიოდეს უდიდეს აგრესიაში და გაბრაზდებაში და ესე როგორც სიტყვენ ერთი ნაბიჯია ძალიან დიდი სიყვარულიდან ძალიან დიდ სიძულვილამდეო, აი რაღაცა მერყეობის ეტაპზე ხართ, მაგრამ ემოცია როგორც ესეთი, ეს ემოციური ფონი გაქვთ იმდენი, რომ აი გადმოდის თასიდან და თასი ვეღარ იკავებს. უმეტესი ნაწილი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც შეყვარებულია და კონფლიქტში ხართ ამ შემთხვევაში ერთმანეთთან მიმართებაში. მე-17 მაღალი არკანით ეს შეიძლება ადამიანი ბრძანდებით, სოციალური ქსელების მოყვარული, ასე ვიტყოდი, შეიძლება რაღაც ნაწილს ბლოგები, ვლოგები, თქვენი სამუშაო რეჟიმიც კი გაქვთ სოციალურ ქსელში და ანათებთ და ბჭყვიალებთ ამ სოცქსელებით, მეშვეობით. როგორც მინიმუმ შეიძლება უბრალოდ დიდ დროს ატარებთ სოციალურ ქსელებში და თქვენთვის ეს რაღაცა ერთგვარი ცხოვრების სტილისტიკა არის, რომ აი რაღაცა, 21 საუკუნეში უკვე მე მგონი ყველასთვის ჩამოყალიბდა ეგ თემატიკა, რომ თუ ვინმე ბლოგს და სამუშაო რეჟიმში არ იმყოფება და ამაში არ გამოიმუშავებს, ასე ვთქვათ, რაღაც თანხას, მაშინ თვალიერებით ძალიან ბევრ დროს პრინციპში ყველა ვატარებთ უკვე სოციალური ქსელების მარწუხებში, ასე ვიტყოდი. ეს ადამიანი, ვისთანაც თქვენ კონფლიქტი გქონდათ, სოციალური ქსელების მეშვეობით გაკვირდებათ, ხედავთ აქ კარტი როგორი ესეთია, არა ჩამოყალიბებული ფიგურის, მაგრამ ლანდად სულ თქვენ გვერდით არის, სულ აკვირდება თქვენ სტორებს იქნება, ეს თუ რაღაცა დაშიარებულ ფოტოსესიებს და ასე შემდეგ, თქვენ სამუშაო რეჟიმს თუ ხელი მიუწვდება და ასე ვთქვათ, მის თვალსაჩინოში ხართ, მისთვის ძალიან ბჭყვიალა და მიმზიდველი ადამიანი ხართ, ძალიან ბევრი შეიძლება გამომწერი ყავთ, ბევრი ადამიანი ითვალისწინებს თქვენ იმ რეჟიმს, რა რეჟიმსაც, ასე ვთქვათ, აჩვენებთ თქვენი ქსელების მეშვეობით. და ძალიან ისეთი ოცნება ქალი ხართ, ოცნება ადამიანი ხართ, გაშლა ორივე სქესთვის არის მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. თუ ატყობთ იდენტიფიკაციას, რომ თქვენზეა ეს გაშლა, მაშინ გავიგოთ პირდაპირ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, უახლოესი 3-10 დღის ვადებში. ისთვის უნდა იყოთ მზად და აუცილებლად ენერგოცვლისთვის ლაიკები არ დაგეზაროთ, გამოწერა ჩემი ორივე გვერდის, TikTok და YouTube გვერდების, YouTube-ის ლინკი არის ქუჩივე ჩემ გვერდზე. პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, გავიგოთ, ისთვისაც უნდა იყოთ მზად და რას გვეტყვის კარტირის ინფორმაციას მომცემს. ესე იგი, ტუსხმალი ამოდის, შეძლის დედოფალი და იმპერატორი.
უახლოესი აი ამ პერიოდის განმავლობაში 3-10 დღის განმავლობაში რაღაცა გამოსავალს იპოვით თითქოს თქვენი სიამაყის ასე ვთქვათ გვირგვინს მოიცილებთ თუ როგორ ვიტყვი სიამაყეს ცოტა გვერდზე გადადებთ მოდი ისე უკეთესი ნათქვამი იქნება თუმცა ამ კარტებით ორმხრივი კარტებია შებრუნებული ხართ ერთმანეთის მიმართებაში და მაინდა-მაინც არ აჩვენებთ აი ამ შელბობილ სიტუაციას ასე ვიტყოდი მოლბობილს ერთმანეთის მიმართ სავარაუდოდ რაღაცა დროის გასვლა ამ დღეების განმავლობაში თქვენზე იმოქმედებს ისე რომ მონატრება მოგაწვევათ და აი გაბრაზებულ ენერგეტიკას ასე ვთქვათ გვერდზე გადადებთ და სიამაყეს და ამბიციებს საკუთარი აზრის წარმოთქმისას თუმცა აი ამას ოფიციალურად ესე პირისპირ არ იმუშავებთ არ გადადგავთ იმ ნაბიჯს რომ აი პირდაპირ უთხრათ რომ აი შენ ხარ მართალი და მოდი შევრიგდეთ და რაღაც მაგრამ ეს თქვენში თქვენ ქვეცნობიერში და თქვენ საკუთარ თავთან საუბარში გექნებათ ის ემოციური ფონი რომ აი ეს ცოტა ზედმეტი მომივიდა რაღაცა შეუთანხმებლობა და ჩემ აზრზე დგომა, ასე ვთქვათ, სიმყარე და აი ამაში მიაღწევთ ერთგვარ კონსენსუსს საკუთარ თავთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ადამიანი როცა თავის საკუთარ შეცდომას ჭყალებში აცნობიერებს და აცნობიერებს რომ ზედმეტი მოუვიდა და ტონს ასე ვთქვათ დაუწევს და შერბილდება ეს უკვე ერთგვარი პლუსის ნაბიჯია მისთვის კონკრეტულად და მისი ცხოვრების პროგრესირებისთვის. ერთგვარი აი ესეთი საკუთარ თავთან გათვითცნობიერებული მომენტი გექნებათ რომ უნდა შეარბილოთ ტონი ასე ვიტყოდი ამ ადამიანთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ადამიანი თქვენთვის წარმოდგენილია იმპერატორად, მართალია ზურგშებრუნებულია ახლა, მაგრამ მის გულშიც ცეცხლი გიზგიზებს ასე ვთქვათ იმასთან დაკავშირებით რომ აი ეს კონფლიქტი არც მისთვის იყოს სასიამოვნო, მაგრამ იმპერატორია შეიძლება ვერძის ნიშანს წარმოადგენდეს ამ კარტით გეტყვით, მაგრამ ყოველთვის საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი ადამიანსაც თავისი ემოციური ფონი, თავისი ცეცხლი და ტემპერამენტი აქვს თქვენთან მიმართებაში, რასაც ნუ იმპერატორი ახლა ესე ხმამაღლა არასდროს არ აჩვენებს მის საყვარელ იმპერატრიცასაც კი. კიდევ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში ისეთი რაც უნდა იცოდეთ. საბედისწერო მომენტი მოდის თქვენ ცხოვრებაში. საბედისწერო შეიძლება ბრძანდებით ჰაერისტიკის დედოფალი, ჰაერისტიკია ეს არის ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი, მაგრამ ყოველთვის არ არის აუცილებელი, უბრალოდ შეიძლება ენერგეტიკა გაქვთ ხისტი, ისეთი ცივი, ძალიან ხმალს იქნევთ და არავის ასე ვთქვათ, ვალში არ რჩებით თუ ვინმე საომრად მოვა თქვენთან, ჭყალებში საომრად. საბედისწერო ასე ვთქვათ, ნაბიჯი გიდგათ და პერიოდი გიდგათ ცხოვრებაში, ეს არის მე-6 მაღალი არკანი, შეყვარებულები, lovers, რომელიც არის საერთოდ კარმული კარტი და კარმული პერიოდის წინაშე დგეხართ. თუ წინიდან 100 არის ეს კარტი დაუმალავ რო არ დაგვებლოკოს და მაღალი ძალები ლოცავენ, უკნიდან უკვე მთელი ცეცხლის გიზგისი და უკვე გადადგმული ნაბიჯია აი ამ წინ გადაშლილი თქვენი ცხოვრების მიმართ, სადაც უკვე პრინციპში გახსნილი აქვს მაღალ ძალებს თქვენთვის გზა და ეს არჩევანი უკვე ხელი-ხელ ჩაკიდებული, გაკეთებული გაქვთ თქვენ პარტნიორთან მიმართებაში, რა არჩევანიც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მზად ხართ აი ამ შემოთავაზების მიღებისთვის და ხელის ჩაკიდებისთვის. თქვენი პარტნიორის მიმართ ამ ურთიერთობაზე მუშაობისთვის მზად ხართ, შეისწავლით კიდევ უკეთესად ერთმანეთს ამ ურთიერთობაში და დიდი ჰორიზონტები გელოდებათ წინ, ასე ვთქვათ, რაღაცა არჩევანის წინაშე იდგებით. მიუხედავად იმისა, რომ კარმულ არჩევანს, ასე ვთქვათ, უახლოეს 10 დღის განმავლობაში საშუალოდ გააკეთებთ, კიდევ რაღაც არჩევანი გექნებათ, შესაძლებელია გქონდეთ არჩევანი ორ პარტნიორს შორის და გააკეთოთ ერთ-ერთზე არჩევანის თქვენი საბედისწერო, რომელზეც მე უკვე გითხარით, შეიძლება იყოს წასვლასა და დარჩენას შორის თქვენი არჩევანი აი ამ პერიოდის განმავლობაში და სწორ არჩევანს მიიღებთ, რა არჩევანიც არ უნდა იყოს, აი თქვენ ემოციურ ფონს დააკვირდით კარგად და თქვენი გულის ყურს მოусმინეთ და აი ამ არჩევანს აუცილებლად გამოიტანთ უახლოესი 3-10 დღის ვადებში. ეს არის თქვენ საყვარელ პიროვნებასთან მიმართებაში ეს არჩევანი, რომელსაც თქვენთან მიმართებაში თასი უჭირავს და ემოციური ფონი აქვს კიდევ
ვიმეორებ და ეს სტაბილურობა 4-იან ჟეზლით, ესე რა ეტაპზეც არ უნდა იყოს თქვენი ურთიერთობა, ერთი ნაბიჯით მაღალ ეტაპზე გადახვალთ უახლოეს პერიოდში, სტაბილურობის, ოჯახური ერთიანობის დღესასწაულის კარტია ეს, რომელსაც მიაღწევთ უახლოეს 10 დღეში, მიიღეთ.